სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა ჩვენთან არის ღმერთი. გულოცავ ობროყანას ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, რადგან ამ მხარეში არის დღესასწაული ტაძრისა. ეს იყო ქალაქი თუ სოფელი, თუ იქ იყო ძალიან დიდი სალოცავი, ის იყო იმ ქალაქისა და იმ სოფლის დღესასწაული. ყოველთვის ესე იყო. ეს არის ხარება, რომელიც ჩვენ ამისთვევით ვიმსახურეთ და ყველა მანდილოსას ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს, ყველა მორწმუნე ქრისტიანს, რადგანაც ღვთისმშობელი როგორც ჭურჭელი, წიაღი, როგორც სავანი, აკვანი იმზადებოდა და უნდა ყოფილიყო სიწმინდის გარემო. ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როდესაც 3 წლის შემდგომ იგი ტაძარში მიიყვანეს და იქ 12 წელი იყო, 15 წლის ასაკის უკვე მას მონაზვნობა, მარტოყოფობა უნდოდა. მაგრამ ისრაელში იყო ესეთი წესი, რომ ქალი აუცილებლად უნდა გათხოვილიყო, რადგან შესაძლებელი იყო მისგან მოსულიყო ხსნელი ამასოფლისა. ჩვენ ვიცით, რომ ღვთისმშობელი როგორც ქალწული ესე ცხოვრობდა და როდესაც იგი იერუსალიმის ტაძრის კრეცაბელის ერთ-ერთ ნაწილს ართავდა, ანუ ქარგავდა, ზუსტად ამ დროს სიწმინდეში მყოფს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და აუწყა მას, რომ იგი რჩეული იყო დედათა შორის და კურთხეული იქნებოდა მისი ნაყოფი, რომელიც წარმართავდა და აღასრულებდა და აღუსრულებდა ერთსა ისრაელისასა ამ დიდ ნათვას და დავითის ტახტზე დაჯდებოდა მისი ძე, რომელიც იქნებოდა იაკობიდან და აბრაამიდან მათი ლოცვისამებრ უკუნითი უკუნისამდე ხსნელი ამასოფლისა. და ეს მოხდა ხარებით, როდესაც განკაცდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე უწყებით მთავარანგელოზის გაბრიელისგან და მოგვანიჭა ხსნა თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ მირქმის დღეს სახარებაში ვხედავთ, რომ კი ღვთისმშობელს უკვირდა ყველაფერი ეს, როდესაც სვიმონმა ახარა მას, რომ უთხრა, მაგრამ იქვე უთხრა, რომ შენს სხეულში, შენს ცხოვრებაში მახვილი გაივლის, რადგანაც აღდგება ბოროტი ადამიანთა მეშვეობით და შენს ძეს ატკენს ყვედრებით, ჯვარცმით. ჩვენ წინა კვირის სახარებაში ვკითხულობდით, რომ ღმერთთან საზოგადოებას ჰქონდა პრობლემა და რატომ ჩვენ ადამიანი ყოველთვის ვეძიებთ ადამიანურ სახსარს, ადამიანურ აზროვნებას ვდებთ, მაგრამ ღმერთის სიტყვა და მისი კაცთმოყვარება, მისი მოწყალება, მისი უპოვარება, მისი ქალწულება სულ სხვა. ერთი აკლს კაცობრიობას, რომ დავემგზავროთ უფალს ამ მარხვაში, ამ დიდ დღეს და ჩვენც ვისწავლოთ მისგან თამდაბლობა, სიყვარული, როგორი რთულია, რომ თავის მოციქულებს განსავლის უფალი, რომ აიყვანა იერუსალიმში თავის მოციქულები და ეუბნება, ვინ ხარ შენ? პეტრემ უთხრა, შენ ხარ ძე ღვთისა. შერისხა უფალმა და უთხრა, არავის უთხრა და წინა კვირის სახარებაში დაიწყო განსწავლა უფალმა მოციქულების თუ როგორ და ვინ და რატომ გასცემდნენ მას. რადგანაც კაცობრიობას როგორი რთულია, რომ იცი რაც ღერის და მიუხედავად ამისა მაინც მორჩილი უნდა იყო, მაინც თავდაბალი უნდა იყო და ჩვენ მე ესე ჩემი ღმერთმენი, ჩვენ ყველას გვჭირდება ღმერთი, რომ ჩვენი ქედმაღლობა, ჩვენი რქები დაიმტვეს, შეიმუსლოს, როგორც აღდგომით უფალი თავისი უბრალოებით
თავის წმინდა სისხლით შემუსრავს და დაკავავს კლიტეს ჯოჯოხეთისას ეს გვიჩვენა და თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენში არსებული ეს მოკლომები, როდესაც ვარ ჩვენ შეკრული, ჩვენი ხასიათები, ჩვენი ურჯულოები თუნდაც ესენი ყველაფერი და შევმუსროთ ისევ ჩვენ ქრისტეს მეშვეობით. გაგლოცოს ქრისტე ღმერთმა, მადლი, წყალობა შეგვეციოს ყოველადრე, აცდა მარადის, საუკუნე მისამდე. ამინ. მოგზადით ჩემო კარგო, ისურვოთ მართლა. მადლობა მა. Liam Kevali Kisa. Goxti obyektivში აგები. ხათუნა კევალი. ეკოლოგი. აი მარიამის უცავ ევანგელ დღეს შედა მარიამის დანა მოდი გუგა წავიდა ვიცი სახელი ვიცოდა ეხლა ერთმა დაგვიწოს ხათუნო ჩვენთან ერთად ნანო გუგა წავიდა მარკეტინგში ვიწაიყოს მასას ვინც
მარკეტინგში? მე იგინაც მithov და ისი. კარგი. აკა დაგლოცოთ მეცმა ძვირფასო. დიდება შენდა ქრისტე ღმერთო. დაგლოცოთ მეცმა ასისა. მოდი. ყოველდღე ერთმა მარადის და უკუნჯუხის სამყარო. რა გაიგო მოვისი? მარადის და მამა გიორგი, ჩემმა ტელეფონმა იბანავა იმენა დღეს. ეხა ხო? რა კარგია. მამა მე ვეღარ გადაიღებს და დამერხება.